მართალია! გოგოებო, საკმარისია, ძალიან რთულია. დღეს ვერ ვივარჯიშებ, ვერ ვიულობ. რა, ახლების გამო? ხო, კნოპა, მართალი ხარ. დღეს მოვლენ და საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ გამოიყურებიან. გოგოებო, ლამაზები რომ იყვნენ, ვერ გადავიტან. დამშვიდდით, ჩვენ მაგრად გამოიყურებით. გოგოებო, არ ინერვიულოთ, რომელიმე მათგანი შეყვარებული გახვდები და ახალი მეგობარი გეყოლებათ. გოგოებო, არ გესმით, ისინი თუ ჩერლიდერები იქნებიან, მაშინ მოწინააღმდეგები გვეყოლებიან. ზუსტად, ამიტომ არ მინდა რომ ჩერლიდერები იყვნენ. იქნებ ტენისის მოთამაშეები არიან, ან ფრენბურთის. არა, ჯობია ჩერლიდერები იყვნენ. ჯანდაბა მასკოტ. კარგი, დღეს გავიგებთ როგორები არიან. ხო, და მთელი ეს სახლი ემზადება მათი მოსვლისთვის. და ბიჭები, იგრძენთ, რამდენს უნდა მოdaisხეს? ხო, მთელი ბოთლი გადაისხეს. მეც ბევრს უნდა მომასხია, გრძნობთ? უცემს სუნი. მასკოტ, გონი ცოტა ზედმეტი მოგივიდა. მიდი, ცოტა სწრაფად. 2 წამი მაცადო, ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ვა, რა კარგი სუნია. არ მესმის, მე ერთადერთი ვარ ამ პომპომებით. ბლონდი, ჯერ ვერ შევეჩვიეთ ამას. შემდეგ ვარჯიშზე ავიღებთ. გოგოებო, ამას შეხედეთ, რას აკეთებენ ბანის მანქანასთან. ტიმურ, დიანას მანქანაში სთხრი. ტიმურ, შეგვამჩნიეს. რავი, არაფერს. თქვენ რა შვებით, დარბაზში მიდიხართ? ხო, მანდ მივდივართ. როდის მე რეადარდებთ კალათბურთელებს, სად მივდივართ? ხო, მართალია, არ გვადარდებს. კონვერშვებ, უბრალოდ შეგიძლიათ ეს წერილი დიანას გადასცეთ. ახლა საურჯიშო ოთახშია. კი, გადავცემთ, წავიკითხავთ, დაწყნარდი. კარგი, ამას გავაკეთებთ. ოღონდ არ წაიკითხოთ. ტიმურ, რას აკეთებ? დიანა შენიცმის ყოფილი შეყვარებულია. ხო, ზუსტად, ყოფილი შეყვარებულია, ყოფილი. მოდის მაინც დავურეკოთ. მეგობრებო, ეს დღეს დადგა. ახლები მალე აქ იქნებიან. დღეს ახალი გოგოები შემოგვიერთდებიან ამ სახლში. რაღაც ბედნიერ სახეებს ვერ ხედავ. ბედნიერებისთვის რამე მიზეზი გვაქვს? ახალი გოგოები, ახალი პრობლემები. მოგესალმებით ყველას. პიცა მოჰიტო გაგვიკეთე, რომ გამოვალთ ავიღებთ. ბაყაყებო, იცით რომ დღეს ახალი გოგოები მოვლენ? ოთახი დაალაგეთ? ხო, შეიძლება თქვენ ოთახში იცხოვრონ. რას გულისხმობთ? ჩვენ ოთახს ვერ გავწელავთ. ბანის ოთახში იცხოვრონ. ხო, 4 არიან ისედაც ჩვენ ლუზერებთან ცხოვრობთ. ბაყაყებო, რა იყოთ, რამე VIP სასტუმრო ხომ არ გეგონათ? მე ძალიან კარგად ჰარმონიაში ვცხოვრობთ, მხოლოდ საპირფარეშოზე ვჩხუბობთ, მართალია. გოგოებო, ხო ხედავთ, არ არიან თანახმა. მასწავლებელო მაიკ, მათ ვინ ეკითხება? ამ სახლს ვერ გავწელავთ, ბიჭები ბიჭებთან, გოგოები გოგოებთან. ესენი ახლა ნერვიულობენ, მე მეგობრები გახდებიან და ყველაფერი კარგად იქნება. შეუძლიათ ჩემთან იცხოვრონ, პრობლემა არ მაქვს. პიცა ერთი ცხელი შოკოლადი დამისხე. იმედი ახალი გოგოები ლამაზები იქნებიან. დიმა, შენ მხოლოდ ლამაზ გოგოები გადარდებს. ჯობია იმაზე ვიფიქროთ, სად დარჩებია. ეს ჩემი პრობლემა არ არის. და ისე ვიცით, რომელი სპორტის მიმდევრები არიან. ნეტა ხელბურთელები იყვნენ, გრძელი ფეხები ექნებათ და თან მაღლებიც იქნებიან. გამოიცანი, რომ მოხალში მაქვს დიანა. ბლონდი, სერიოზულად? ვიღაცამ შენთან წერილი გამოგვატანა. კარგი, მარჯვენაში. ყოჩაღ, მართალია. და მადლობა? მადლობა, ბლონდი. უნდა წაგვეკითხა რა? რატომ? საერთოდ არ იქნება საინტერესო. აქ რა არის გაურკვეველი? მგონი ტიმურს დიანა მოსწონს. მე არ მგონია. კარგი გოგოებო, ვივარჯიშოთ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ჩვენ ყველას დავამარცხებთ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ყველას დავამარცხებთ. დიანა, ვისგან არის ეს წერილი? კნოპა, არ ვიცი, მოდი წავიკითხოთ. დიანა, სიურპრიზი გეოლდება შენს მანქანაში, გნახავ ჩემო თოჯინა. არ ვიცი, ხელი არ აქვს მოწერილი. კარგი, წავიდეთ მანქანასთან მალე. დიანა, სიურპრიზი გეოლდება. ხო, მერი, სიურპრიზი უცხო გამომგზავნისგან. იქნებ ზიპი დაბრუნდა, არ მგონია. მასწავლებელო მაიკ, ვირთხებო სასმელი? კი, პიცა, მოჰიტო. და მე ერთის მუზი. იცი რა, ბანისთვის უნდა გვეთქვა, რომ მათთან იცხოვრებდნენ ეს ახლები. არა, ჩემი აზრით ჯობია არაფერი არ ვთქვათ, მაგრამ ფაქტად აქ რამდენი ხანში იქნებიან? დიმა, ხო გითხარით, უკვე ძალიან მალე მოვლენ. კარგი, ველოდები. დღეს სიზმარი და მესიზმრო, რომ ძალიან ლამაზ გოგოები იყვნენ. ბიჭებო, მხოლოდ ლამაზი გოგოები გინდათ, არა? და გოგოებო. რა? ვაიმე, რა საყვარელია, მას შეხედეთ. პატარა ბაჭია და ეს ვაიმე ძალიან საყვარელია. ბანი, თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს. დიანამ უკვე მიიღო სიურპრიზი. დიანა, დავსუნავ რა? ნეტა ვისგან არის? იქნებ სმაილისგან? იქნებ დაბრუნდა. მერი, როგორ? გოგოებო, ვარჯიში თუ მორჩა, შეიძლება საჭმელად წავიდე. კი, მასკოტ. კარგი ბაჭიები. მადლობა, მასკოტ, მეც მომწონს. ნეტა ვინ მაჩუქა? რაღაცა მეუბნება, რომ ზიპი დაბრუნდა.
იქნებ დღეს მივიდეთ და ვნახოთ. გოგოებო, ჯერ ახლებს უნდა შევხვდეთ. საკმარისია, არ უნდა გამოვტოვოთ. ბანი საუკეთესოა. ოხ, კინაღამ დაუდნი ამ ჯიხურში. დაუდნი კი არა, კინაღამ მართლა გამოგვიჭირეს. კიდევ კაი დიანამ არ შეგვამჩნია. წავიდეთ. აბა გოგოებო, ქალაქ გარეთ ვართ. ხო, კარგით, მოდით გავარკვევთ, ვინ იქნება პირველი, ვინც გაეცნობა. 1 2 3 1 2 3 1 2 3 შენ პირველი დაელაპარაკები ბიჭებს. კარგი, არ არის პრობლემა. მოკლედ, მეგობრებო, გოგოები უკვე მოვიდნენ. მოდით თბილად და მეგობრულად დავხვდეთ. დიანა, ლამაზი ყვავილებია, ვინ გაჩუქა? ტიმურ გადარდაებს, ეს ბეჭია საყვარელია, ნეტა ვიცოდე ვინ მომიტანა. ხო, კარგი. და მიესალმეთ მენდის, ალექსას და ლორენს. დაუკარით სტაში. ყველას მოგესალმებით, სასიამოვნოა, ჩვენ ფეხბურთელები ვართ. ოხ, ჩემი სიზმრის გოგოები არიან, მათაც ჩაფუტები ეკეთათ. რას ფიქრობ აბა ახლებზე? კარგები ჩანან, ფეხბურთელები არიან? ესენი სახიფათო გოგოები არიან. მოგესალმებით ქალაქ გარეთ სახლში, დღეს თქვენს ოთახებს გაჩვენებთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ აქ ხართ. საუბარი შეგიძლიათ, რა გქვიათ? უბრალოდ მორცხვები არიან. შეგვიძლია. ლორენი, მენდი, ალექსა. ვაუ, მაგარია. უბრალოდ პატარა გოგოები არიან. ძლივს, ამოვისუნთქებთ. ხო, არასდროს არ შევხვედრილ ფეხბურთელ გოგოებს. ძალიან საინტერესოა. ხო, შანსი გვაქვს რომ გავიცნოთ. უკვე არ მომწონს. მგონი რაღაც არასწორია. ბიჭებო, ამ გოგოებზე რას ფიქრობთ? რავი, ნორმალურები ჩანენ. აბა გოგოებო, ვინ გაჩვენებთ აქაურობას? მგონი ბანი ჩილდერები. Yes! ბანი, თქვენ ხართ პასუხისმგებლები. შეიძლება რომ მევაჩვენო, მაინც ფეხბურთელები ვართ და ერთმანეთს უკეთესად გავუგებთ. კარგი, აქაურობას დავათვალიერებინებთ. მგონი მათ ტანსაცმელში არ მომწონს რაღაც. იქნებ იტყუებიან და არ არიან ფეხბურთელები. გავარკვევთ. კარგი, დღეს უნდა წავიდე ქალაქ გარეთ სახლში. ახალი გოგოები მოდიან და მინდა ბანის დაველაპარაკო. და ვუთხრა რომ საუკეთესოები არიან და არ დანებდნენ. გავიგე რომ სამნი არიან, ნეტა როგორები არიან. კოსტია, აქ ვარ, მე ვარ შენი გოგონა, შენი ჩირლდერი. სხვები საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეს, არა, მგონი? ხო, ჩემი ერთადერთი ხარ, უბრალოდ მაინტერესებს. ესე იგი გოგოები ალბათ დღეს არ გვესტუმრებიან, თავიანთი შეხვედრები ექნებათ. ები, შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე, ნასციას ნახო მინდა. არა, მარტო წავალ. ზედმეტი პრობლემა არ მჭირდება, ერთად რომ წავიდეთ, გაგვაგდებენ. მოიცადო ქუჩის კატებს რას ერჩი. საერთოდ მინდა რომ ყველა სახლში მყავდეს, მაგრამ ზალინა არ მაძლევს უფლებას. ზუპ, შეგიძლია აჭამო ქუჩის კატებს, მაგრამ სახლში არა, მე ინფექციებს ვერ მოვიშორებთ. სალინა, მეგონა ცხოველები გიყვარდა. ცხოველები მიყვარს და არა მათი პარაზიტები. სალინა, შეიძლება მაშინ ძაღლი მოვიყვანოთ. გერმანული დოგი, ძალიან ლამაზები არიან. ლეოპარდივით ძოვლები აქვთ. საკ, მაგარი იდეაა, თან ერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ცოტა ხნის წინ ბევრი ლეკვები ყავდა. გინდათ მოგიყვანოთ. არა. ბავშვებო, მე ვსაუბრობ ახლებზე და თქვენ ძაღლებზე ლაპარაკობ? მე ესეთი ოცნება მაქვს, რომ ჩემი ძაღლთან ერთად ქუჩაში ვისერდებ. მე ვიღაცა გამომფრაზებს და ძაღლს მივუშვებ, რომ მიხედოს. ხო, ეგეთი მარტივი რო იყოს. კარგი, მოდი ამაზე არ ვისაუბროთ. როგორ დავიფარო ესენი? როგორ არ შევაშლო? არა, ეს უკვე შენი რაღაცაა. არა, ეს თქვენი რაღაც არის და არა ჩემი. მალე ნამდვილი გავხდები, ისევ თუ მწვრთნელი ვიქნები იმ სკოლაში და ჩემს მაიკს დავუბრუნებ. კარგი, როცა გინდა მაშინ დაბრუნდი. სალინა, საჭმელის თქო არ არის. ხო, მართალია, დღეს ბარდა მოვამზადე. აი, ამიტომ მინდა ხოლმე მაინც სახლში დაბრუნება. ალბათ ახლა კარბონარას ჭამე. ან შემწვარ კარტოფილს. სალინა, გთხოვ, შეიძლება ძაღლი მოვიყვანო. არა. იცი რა ზალინა, სუსტად ამინდო არ მინდოდა შენთან ერთად ყოფნა. საკ, მე და შენ ხოლმე ჩემ მეგობართან წავედი. და ლეკვს ჩვენ თვითონ აირჩევ. Yes. უილად გიხარი არანაირი ძაღლი. სალინა, ძაღლი მოყოლება. მხოლოდ სათამაშო. ძალიან მწუხარ საკ. მიდი დაელაპარაკე. არა, შეუძლებელია. რამდენი გინდათ თითოს? ზალინა, შენს გამომწვარ რაღაცეებს არავინ შეჭამს და არ მოგიყრია მარილი წესიერად. აბა რას ფიქრობთ, მიმიღებენ იმ სახლში? მინდა რომ არ ვიცი, მაგრამ კროკოს თუ შეხვდები, ჩემგან კოცნა გაუგზავნე. აი ასე. და ერთი კოცნა მერისაც გაუგზავნე. თქვენი კოცნები არავის სჭირდება. ები, ერთი კოცნა ნასტიასაც გაუგზავნე. ბიჭებო, ნორმალურები არ ხართ. აბა გინათ პარდის კატლეტები.
სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სალინამ არაფრის გაკეთება არ იცის, მხოლოდ ბარდა და ბროკოლი. გოგოებო, ძალიან გვიხარია, რომ ახლა ჩვენს ოთახში იცხოვრებთ. ხო, ძალიან. ვირთხებზე უკეთესია გოგოებო, გეთანხმებით. მაგრამ ჩვენს ოთახში ცხოვრება თუ გინდათ, ჩვენ რამდენიმე წეს უნდა დაემორჩილოთ. პირველი წესია, რომ თქვენი პირადი ნივთები აქ არ დაყაროთ, სპეციალურად კარადა არის მაგისთვის. ხო, ამის წინააღმდეგები ვართ და ყველაზე მნიშვნელოვანი, სხვა გოგოების შეყვარებულებთან არ იფლირტაოთ. გასაგებია? კარგი, დაწყნარდით, არ არის აუცილებელი ასეთი ხმამაღლები იყოთ. სხვა გოგოების შეყვარებულები არ გუჭირდება. მარტოხელები არ გყავთ? არა, ლუზერები არიან და მათაც კი ყავთ შეყვარებულები. ამიტომ ძალიან რთულია, რომ ბიჭებთან ერთად იცხოვროთ ამ სახლში. ბანის ჩერილდერებსაც კი ყველაზე ლამაზებს ამ სახლში ყველას არ ყავს შეყვარებული. გასაგებია, ცოტა საწყენია, იმედები გქონდა. არ გეწყინოთ გოგოებო, ბიჭებზე ხვალ გავიგებთ ყველაფერს. გაიგებთ, ახლა გაჩვენებთ სად უნდა გაიხეხოთ კბილები, დაიბანოთ და ასე შემდეგ. არ მომეწონა ეს გოგოები, ვის მოეწონება, ჩერილდერები არიან. მერე რა, მოდი ვაჩვენოთ უფროსები ვინ არიან. რა თქმა უნდა, გოგოებო, ეს რა ჯანდაბაა. აუ, ნეტა ჩვენთან ერთად ეცხოვრათ. ხო, ჩვენს მხარეს იქნებოდნენ. ხო, და ყველაფერს გვეტყოდნენ, ყველაფერს მოგვიყვებოდნენ. არა, მათ გარეშე უკეთესია. ახლა ბანისთან ცხოვრობენ. მეტ პრობლემას შეუქმნიან ბანის. გოგოებო, არ მესმის. ვინ არიან საერთოდ? ვერ გავიგე. ამბობენ, რომ ფეხბურთელები არიან, მაგრამ უცნაურები ჩანან. არ ფიქრობთ, რომ რაღაც უცნაური რაღაცები ეცვათ? გოგოებო, რას ფიქრობთ მათზე? გგონიათ, რომ გვაჯობებენ? რა თქმა უნდა, არა, ჩვენ უფრო ლამაზები ვართ. ხო, ზუსტად. კარგი გოგოებო, მოდით მოვიფიქროთ გეგმა, რომ რაც შეიძლება მალე გავაგდოთ აქედან. მშვენიერი იდეაა, რაღაცეებს მოვიფიქრებთ, იქნებ მარტო დავტოვოთ. ხო, ხვალიდან გოგოებო. ვერავინ ვერ აჯობებს ბაყაყებს. კარგი გოგოებო, ამ პირსახოც არ შეეხოთ, იმედი მაქვს თქვენი პირსახოცი მოიტანეთ და არც ამ სახის დასაბანებს არ შეეხოთ და ესეც ჩვენია ყველაფერი. კარგი, გასაგებია. გოგოებო, წესებს მიყევით, თორემ ბაყაყები ახლოს ცხოვრობენ. ხო, და შეგვაწუხებენ, ჩვენ თუ გვაწუხებენ, ძალიან ვბრაზდებით. გოგოებო, ფეხბურთელები ხართ? რაღაც უცნაური რაღაცები გაცვიათ, ასეთი ფორმა არ მინახავს. კი, ფეხბურთელები ვართ, ახლა ხედავ? ხო, გუნდი ვართ. და რა ქვია თქვენს გუნდს? გოჭები. ხო, უბრალოდ გოჭები. ვაუ, ძალიან მაგარია. ხო, ძალიან წუხარ თქვენი სახელის გამო. გოგოებო, ყველაფერი გაიგეთ? გოგოებო, კეთილები ვართ, სანამ ვინმე არ შეგვაწუხებს. მოემზადეთ ვახშმისთვის. გოგოებო, უნდა ვაჩვენოთ ვინ არის აქ მთავარი. გასაგებია? ხო, ვცდილობთ. ყველაფერი ვაჩვენით, რაც შეგვეძლო. არა გოგოებო, დღეს თავი გავაცანით. ხვალიდან უნდა ვუჩვენოთ. ვინ ვართ ჩვენ? გოჭები. იცით რა გოგოებო, სანდოები არ ჩანან ესენი. ხო, მართალია, რამდენი წელსები არიან? თქვენს რომ თითქმის 18-ის. ვაუ, და როგორი დიდები არიან, ვერასდროს გამოვიცნობდი. მთავარი არ არის ასაკი, მთავარია მათი ზრახვები აქ ყოფნის. რაც არ უნდა კონდეთ ჩაფიქრებული, ჩემს ზაკს ვერ მიაღწევენ, ის ხომ სხვა სახლში ცხოვრობს. გოგოებო, იქნებ ვირთხებმა სპეციალურად დაპატიჟეს ისინი ამ სახლში? ზუსტად, შეიძლება რაღაც გეგმა ჰქონდეთ. არ იმუშავებს, ყველაფერს გავუმკლავდებით. გამარჯობა გოგოებო, თქვენთან მოვედით. ვა, რა თაიგულის სუნია. ვაუ, სტუმრები, რომეო არ მესმის, ეს შენი საჩუქარი იყო? ვაუ. არა, რომეოს გემონება არ აქვს. არ იცის გოგოებს რა აჩუქოს, მაგრამ მე ვიცი. ისე დიანა შეიძლება ორი წამით ვილაპარაკოთ. კარგი, მგონი ხვდები ვისგან იყო ეს საჩუქარი. ნასტია, კნოპა. დასთანხმდი დიანა, გაიგე რა უნდა შენგან, მეც მაინტერესებს. კალოთ ბურთელებო, ასე წყვილად ნუდად იხართ. კარგი ტიმურ, დიანა შენთან ლაპარაკი უნდა და შენ რომეო, რა გინდა აქ? მოშორდით აქედან. რა გინდა ტიმურ? კარგი, წავიდეთ ვილაპარაკოთ. გოგოებო, რომეო არ გავაბრაზოთ. გოგოებო, ასეთ ხასიათზე რატო ხართ? ახლა მაგაგობრაზეს? სხვათა შორის კი. ეს გოგოები ფეხბურთელები არიან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სამი არიან და დიმა მხოლოდ ერთია. რა პრობლემაა რომეო? შენ შეგიძლია მეორესთან იყო? აბა ტიმურ, გისმენ? დიანა, მართლა ვერ მოხდი რომ ეს თაიგული მე გაჩუქებ. არა. ხო, მაგრამ ზემოდან ჩემის უნდა მოწდავასხი. რატომ? იმიტომ რომ მინდა ერთად ვიყოთ. ტიმურ, სულ გაგიჟდი? გესმის რომ სმაილი მოგკლავს? არა დიანა, ამაზე არ იდარდო. ის ჩემი ძმაა და ყველაფერს გაიგებს. აბა დიანა, იქნები ჩემი შეყვარებული. ტიმურ, ზედმეტად თავდაჯერებული ხარ. შენზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა. გთხოვ, გადი ჩემი ოთახიდან. დიანა, კარგი, რა ვიცი რომ მოგწონვარ, ყველას მოგწონვარ. მე ყველა არ ვარ, დატოვე ჩემი ოთახი. კარგი დიანა, დაგტოვე, მაგრამ იცოდე, არ დაგვნებდები. მშვენიერი, ახლა ეს შეყვარებული ტიმური დამეცა. მე მეგონა ზიპისგან იყო ეს.
დიანა, გითხარი, სათქმელი არაფერია, ტიმურს ჩემთან ყოფნა უნდა. დასთანხმდი? კნოპა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. დიანა, იდეალური წყვილი იქნებოდით. ხო, სმაილიც დაგავიწყდებოდა. და შენი ურთიერთობა ზიფთან უცნაურია. გოგოებო, მოდით თქვენი რჩევა გამოვტოვოთ. ჩემს ურთიერთობებს ჩემით გავარკვევ და ეს ტიმური ისეთი რაღაც უცნაურია. გოგოებო, ჩემოსაყვარლებო, ძალიან მომენატრეთ. აქ ახალი გოგოები არიან, უცნაურები არიან, ნორმალურები, ყველაფერი მომიყევით. მართლა ყველაფერი მაინტერესებს. მწვრთნელოები, ძალიან მომენატრეთ. სხვადასხვას იცოდით, რომ ტიმურს დიანასთან ყოფნა უნდა. ნასწია, მწვრთნელოები, ეს ახალი გოგოები ფეხბურთელები არიან. ეს კიდევ კარგი ჩერლიდერები არ არიან. მწვრთნელოები, როგორ შემოხვედით, ვინ შემოგიშვათ? გოგოებო, როცა მწვრთნელების ენატრება თავისი ბანი, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ძალიან მომენატრეთ, თქვენ გარეშე აღარ შემიძლია. მწვრთნელოები, რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდით. იქნებ მასწავლებელმა მაიკმა გაკოცოთ. ხო, თორემ ეს რაღაც გოჭების გუნდი ჩვენ ოთახში არიან. ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს. გოგოებო, მაიკი უკვე ჩემს გეგმებშია და სხვათა შორის ამაღამ თქვენ დამრჩები. რა მაგარია, ჩვენი საწოლი კი დაიტევს. მწვრთნელოები, იმედი მაქვს ყურის საცობები მოიტანეთ. იქნებ ეს გოჭები ხრინავენ. გოგოებო, მწვრთნელიები მარტო აღარასდროს დაგტოვებთ. ძალიან კარგი. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა რამე უნდა მოვუფიქროთ, მაგრამ ახლა წავედით. კარგად. მწვრთნელოები, გოგოებო, ახლა დროა ვივახშმოთ და გაგაცნობთ ამ გოჭებს.